მოგესალმებით კიდევ ერთხელ, პირობებში ჩვენი ქვეყანა წინ მიდის. I'm delighted to be back to Batumi. An Eastern European country. And I know something about geography. I know something about Europe. როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, მათ შორის დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და მასთან დაკავშირებულ რეფორმებს. დღეს ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეტაპზე ვიმყოფებით. დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე. ეს საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობაში ისტორიული მომენტია. ამერიდან გადავდივართ ურთიერთობის თვისებრივად ახალ ეტაპზე, რაც შეუქცევად გახდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. საქართველოს ხელისუფლება თავის უმთავრეს მიზნად ისახავს სწორედ კანონის უზენაესობას, სასამართლოს თავისუფლებას, მედიის თავისუფლებას, ეფექტიანი და გამჭვირვალე მმართველობის ჩამოყალიბებასა და გამტკიცებას, ყოველი ამის ქვაკუთხედი კი ჩვენთვის ადამიანის უფლებების პატივისცემა და დაცვაა. ჩვენ ერთგული ვართ კოჰაბიტაციის პროცესის, რასაც ადასტურებს რამდენიმე დღის წინ ურეკში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან გამართულ საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრა და ის ერთობლივი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ არაერთ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. უნდა მოხდეს იმის დემონსტრირება, რომ გრძელდება დემოკრატიული განვითარება. აქვე უნდა ვახსენო კოაბიტაცია. მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არის გამოყენებული ასეთი მიდგომა, ძალიან კონსტრუქციული და რომ ორი პარტია ცდილობს კონსტრუქციულად ითანამშრომლოს. მნიშვნელოვანია, რომ ხორციელდება სხვადასხვა რეფორმები, როგორც არის მაგალითად სასამართლო რეფორმა. თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ მიღწეული იქნას უფრო მეტი შედეგი. მათ შორის იმისათვის, რომ მოხდეს სასამართლო სისტემის პოლიტიკური ზეგავლენისგან გათავისუფლება. მე მივესალმები ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც სწორედ ამაზე არის მიმართული. ეს ასახულია პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებში და ეს უნდა აისახოს ყველა მათ ნაბიჯსა და საქმიანობაში. ეს რეფორმა არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ უნდა იქნას დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმპცია, მაგრამ ეს იმასაც არ უნდა გულისხმობდეს, რომ ადამიანებს შეექმნას დაუსჯელობის განცდა. ვიცი, რომ საქართველოში არსებობს ბევრი ღირებულება. ევროპული ღირებულებაც მათ შორის და დარწმუნებული ვარ, მთავრობა ამ გზით სვლას გააგრძელებს. რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირი აგრძელებს თავის მხარდაჭერას ქვეყნისათვის.